შეწყვიტე, რასაც ახლა აკეთებ და მომისმინე. ნატომ ახლახან უკრაინისთვის რაღაც დიდი გააკეთა. პუტინს უნდა ეშინოდეს, რადგან ნატომ ახლახან რუსეთისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. როგორ? ეხლა როცა ვსაუბრობთ, კოლექტიური თავდაცვის ალიანსი მუშაობს ახალ გეგმაზე, რომელიც უკრაინას სუსტად იმ დახმარებას მისცემს, რაც სჭირდება რუსეთის შეჭრის ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად. უბრალოდ ნაღდი ფული. და თუ ნატო გადაწყვეტს გააგრძელოს თავისი გეგმა და ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ასე იქნება, პუტინი ramifications-ის ძალიან შეეშინდება. არა მხოლოდ უკრაინის ომისთვის, რომელიც უკვე მასშტაბური იქნება, არამედ იმისთვისაც, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი პუტინის გეგმებისთვის ნატოსთან დაპირისპირებისას ომის დასრულების შემდეგ. და ეს ყველაფერი იწება უკრაინის მიმართვით. 11 ივნისს პოლიტიკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ახლახან ესაუბრა უკრაინის თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირს. გამოცემამ არ დაასახელა ვინ. ოფიციალური პირი ანონიმურად დარჩენას ამჯობინებდა. მაგრამ იმ ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება, რათა შემდეგ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის ფორმატი, დიდი მოთხოვნა დააყენოს. ეს შეხვედრები გამოიყენება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეთანხმებების ფორმალიზებისთვის და ოფიციალურმა პირმა ნათლად მითქვა, რას აპირებს უკრაინა მოითხოვოს. ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვინდა მისი დაწვა, მაგრამ ამისთვის დაფინანსება გვჭირდება, აცხადებს ოფიციალური პირი. რამდენს ითხოვს უკრაინა თავისი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეებისგან? დაახლოებით $20 მილიარდ. ეს დიდი მოთხოვნაა და უკრაინა ამას კარგად აცნობიერებს. გეგმა, როგორც ოფიციალური პირი ამბობს პოლიტიკოსთან, ასეთია. მოკავშირეებს თხოვენ თითოეულს 2-დან $6 მილიარდ-მდე შეიტანონ მიზნის მისაღწევად და უკრაინა მზად იქნება ეს თანხა მიიღოს როგორც სამხედრო დახმარების, ასევე სესხის სახით, რომელიც უკან უნდა დააბრუნოს. მაგრამ უკრაინისთვის, რომელიც უკვე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს 80%-ს ხარჯავს სამხედრო ძალაზე, დამატებითი $20 მილიარდი მნიშვნელოვნად გაზრდის იმ $38 მილიარდ ომარს, რომელიც ნატოს ქვეყნებმა უკვე გამოყვეს უკრაინისთვის 2026 წლისთვის და ქვეყანას ძალიან დაახლოებს იმ $60 მილიარდ ორმხრივი დახმარების მიზანთან, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მაისში დაასახა. უკრაინა თავის გეგმას წარადგენს, მაგრამ შეიძლება არ მოუწიოს ნატოსგან მწვანე შუქისის ლოდინი. რადგან უკრაინის მოახლოებული მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გაჟონა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ის უკვე ნახეს. მათ იციან, რა მოხდება რამშტაინის ფორმატში და მზად არიან ამისთვის. უკრაინა აპირებს $20 მილიარდი თხოვნას. ნატომ კი უბრალოდ თქვა, დამიჭირე ლუდი. ის არ აპირებს $20 მილიარდი გადაცემას უკრაინისთვის. რაც შემდეგ მოხდება, ყველას მოულოდნელად დაატყდება თავს, რადგან ნატო ემზადება ბევრად უფრო მეტის გადაცემისთვის, იმ ერთ ქვეყანაზე, რომელიც ეწინააღმდეგება პუტინის ყველა ამბიციას ევროპაში. რასაც ნატო ახლა ამზადებს, რუსეთის შეჭრისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, რადგან ეს უზრუნველყოფს უკრაინაში ფულის ნაკადს, რომელიც ბევრად აღემატება იმასაც კი, რასაც თავად უკრაინა ითხოვს. ნატო ხედავს უკრაინის მოთხოვნას $20 მილიარდ-ზე და თითქმის მზადაა, რომ ეს მოთხოვნა $80 მილიარდ-ზე მეტად გაზარდოს. ასე იუწყება პოლიტიკო, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 2026 წლის დარჩენილ პერიოდში სწორედ ამას თავაზობენ. გამოცემა ესაუბრა ნატოს 4 დიპლომატს, რომლებმაც განაცხადეს, რომ გერმანიის მიერ წარდგენილი წინადადება ამჟამად განიხილება ნატოში და როგორც ჩანს, ეს წინადადება შეთანხმებას უახლოვდება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ნატოს $80 მილიარდი შეთავაზება გაკეთდება. ნატოს ლიდერების ანკარის სამიტზე, რომელიც გაიმართება დაახლოებით 1 თვის შემდეგ მომავალი რამშტაინის შეხვედრისა. რა დიდი შედეგი იქნებოდა ეს უკრაინისთვის. ის ითხოვს $20 მილიარდ, მაგრამ საბოლოოდ იღებს 4-ჯერ მეტს იმ მოკავშირეებისგან, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ იმაში, რომ რუსეთის გამოფიტვის ომი უკრაინაში არ დასრულდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინას აღარ აქვს საჭირო თანხები ბრძოლის გასაგრძელებლად. მეხუთე ნატოს ოფიციალური პირი, პოლიტიკოს, უყვება იმ არგუმენტებზე, რის საფუძველზეც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია ამზადებს შეთავაზებას. თავარია ანკარასგან გქონდეს მტკიცე ვალდებულება, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მდგრადი და უფრო სამართლიანი საფუძვლით, ამბობს ოფიციალური პირი. მაგრამ ეს მხოლოდ ამისგან არ შედგება. ამ ახალი დაფინანსების ფარგლებში შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა ნატოს მოკავშირემ და თავად უკრაინამაც დაინახოს, ვინ რას წირავს. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ მთელი ეს წინადადება დამტკიცდეს, რადგან ნატოში არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის ტვირთი მათ სხვებზე მეტად აწევთ. ჩრდილოეთის ქვეყნები, მათ შორის ნატოს ახალი წევრები, შვედეთი და ფინეთი, მათ შორის არიან. უკან ნოემბერში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმსტრემ სტენერგორტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნები დახმარების ტვირთის არათანაბარ ნაწილს იღებენ საკუთარ თავზე. ფაქტია, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებმა, რომელთა მოსახლეობა 30 მილიონზე ნაკლებია წელს, ნატოს ქვეყნების სამხედრო დახმარების მესამედი უზრუნველყავით. მაშინ, როცა ნატოს ქვეყნებში თითქმის 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ეს მდგრადი არ არის, ეს არანაირად არ არის გონივრული და ეს ბევრს ამბობს იმაზე, რას აკეთებენ ჩრდილოელები. მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტს ამბობს იმაზე, რას არ აკეთებენ სხვები, განაცხადა სტენერგორტმა. ძალიან მკაფიო გზავნილია და ის, რაც ნატოს დანარჩენ წევრებს უნდა მოესმინათ.
იმ დროს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემოგთავაზა ევროპულ ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივები გაეთავისუფლებინათ და უკრაინისთვის გადაეცათ. ეს ვარიანტი ჯერ კიდევ არ განიხილება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც ეს აქტივები აქვთ. თუმცა ეს აქტივები გამოიყენება იმ 104 მილიარდი დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას დაფილდა. ასე რომ გაყინული აქტივები გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში იმ იდეის მიხედვით, რომ ისინი უბრალოდ უკრაინას გადაეცეს. რაც განიხილება, ეს არის ახალი ნატოს წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინას გადაეცემა 80 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელიც მზად იქნება იმისთვის, რომ პუტინის შეჭრა უკან დააბრუნოს იქ, სადაც მზე არ ანათებს. აი რა ვიცით ნატოს წინადადების შესახებ ამ ეტაპზე. პირველ რიგში აღნიშნეთ, რომ ეს გერმანიის წინადადება. ის რომ ეს წინადადება საერთოდ არსებობს, იმის შედეგია, რომ ნატოს წევრებმა სხვა წინადადება ჩააგდეს. მაისში დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც რუტერმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების მიზანი დაასახელა. ნატოს გენერალურმა მდივანმაც ასევე შესთავაზა, რომ ნატოს თითოეულმა წევრმა ქვეყნის MŠP-ს 0.25% გამოყოს უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მისი მიზანი შესრულდეს. ეს მიდგომა მიუხედავად იმისა, რომ MŠP-s მიხედვით თანაბარია, ბუნებრივად გამოიწვევდა იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ბევრად უფრო მეტს შეწირავდა ვიდრე სხვები. მაგალითად, გერმანიას 2025 წელს 5.48 ტრილიონი დოლარის MŠP ჰქონდა, სტატისტას მონაცემებით. ამ MCF-ს 0.25%-ის უკრაინისთვის გადაცემა დაახლოებით 12.62 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დაახლოებით მეხუთედია რუსეთის მთლიანი 60 მილიარდი დოლარის მიზნისა 2026 წლისთვის. წინადადება ითხოვდა, რომ ქვეყნებს უკრაინის მიმართ გაეკეთებინათ მუდმივი ვალდებულება, რომელსაც ვერ შეცვლიდნენ, თუ კი შიდა პრობლემების გამო ფინანსურ სირთულეებს შეხვდებოდნენ. ამიტომ ის რამდენიმე ნატოს ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უარყო, რითაც რუტერის წინადადებას წეტილი დაუსვეს. 80 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც ახლა გერმანიის ახალი მექანიზმით შემოთავაზებულია, აქტუალურობა რუტერის იდეის უარყოფის შემდეგ მოიპოვა. ნატოს ახალი გეგმა მეტმოქნილობას სთავაზობს წევრ ქვეყნებს, ვიდრე მათი ვალდებულება, რომ საკუთარი MŠP-ს 0.25% გაიღონ. გარდა ამისა, ეს უკავშირდება ევროკავშირის სესხს, რომელიც ადრე ვახსენეთ. პოლიტიკოს ინფორმაციით, გერმანიის გეგმა მოიცავს თითქმის 25 მილიარდ დოლარს სესხის სახით, რომელიც უკვე გამოყოფილია ევროკავშირის მიერ, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილი დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი ორმხრივი დახმარების პროგრამებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს წინადადება გაივლის მოლაპარაკებების ეტაპს და უკრაინას გადაეცემა რამშტაინის ფორმატში, ასე რომ არის ერთი კოვზი შაქარი, რომელიც წამალს ბევრად უფრო მარტივად ჩააყოლებს, ვიდრე ეს რუტერის წინადადების შემთხვევაში იქნებოდა. იმისთვის, რომ ანკარაში უკრაინას შესთავაზონ 80 მილიარდი დოლარი, ნატოს წევრებს ერთად ნაკლები თანხის მოძიება მოუწევთ, ვიდრე ეს MŠP-ზე დაფუძნებული გეგმით იქნებოდა საჭირო. გეგმა. ფულის თემაზე რომ ვთქვათ, ეს შეთავაზება ასევე მნიშვნელოვნად გაზრბიდა იმ დაფინანსების ოდენობას, რომელსაც ნატოს წევრები უკრაინას აძლევენ. 4 ივნისის ანალიზში კილის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოს მოკავშირეები დაფინანსებას კვლავ შედარებით მაღალ დონეზე ინარჩუნებენ. მაგალითად, გერმანიამ როგორც მარტში, ისე აპრილში უკრაინას დაახლოებით 4.8 მილიარდი დოლარი გამოუგო, რაც უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და დრონების შესაძენად გამოიყენა. დიდმა ბრიტანეთმა იმავე პერიოდში დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას, ხოლო სხვა ნატოს ქვეყნებმა ამ თვეებში 100 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება მიაწოდეს. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ნატოს ქვეყნები უკვე დიდ თანხებს არ ხარჯავენ უკრაინის დასახმარებლად. უბრალოდ ახლა ისინი ემზადებიან, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო. და მეტი ფული ყოველთვის უკეთესია უკრაინისთვის, როდესაც საქმე ეხება თავისი ტერიტორიის დაცვას რუსეთის შემოჭრილი ძალებისგან. რასაც აქ ხედავთ, არის ნატოს ცდილობა, რომ იპოვოს კომპრომისი ვალდებულებასა და უკრაინის დაცვას შორის. წინადადებები განიხილეს და უარყვეს, მაგრამ ეხლა გერმანიის წინადადებით უკრაინა იმ ზღვარზეა, რომ მიიღოს მეტი დაფინანსება, ვიდრე მის ყველაზე ამბიციურ ოფიციალურ პირებსაც კი ჰქონდათ მოლოდინი. რამშტაინის ფორმატში მოთხოვნილი 20 მილიარდი დოლარი ანკარის სამიტის შემდეგ თითქმის 4-ჯერ იზრდება და ეს რამდენიმე მიზეზით ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ ამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ იღილოთ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ ასე შლით ყველაფერს ყოველ დღე ჩვენს ვიდეოებში. ასე რომ კიდევ 80 მილიარდი დოლარის უკრაინის სამხედრო ბიუჯეტში ჩადინება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია. აი რატო? პირველ რიგში ეს მხოლოდ უკრაინის დახმარებას არ ეხება ნატოსთვის. აქ დიდი დოზით საკუთარი ინტერესებია ჩართული, რადგან ევროპაში ბევრი თვლის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები შემდეგები იქნებიან პუტინის სიაში, თუ რუსეთის ლიდერი შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას. ერთ-ერთი პესიმისტი გენერალ-ლეიტენანტი კრისტიან ფროიდინგია, რომელიც გერმანიის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი. კაცრი გაფრთხილება 11 ივნის გააკეთა, როცა თქვა, რომ საკითხი არ არის იმაში მოხდება თუ არა, არამედ როდის შეიძლება რუსეთი ნატოს პარტნიორ ქვეყანაში. ყველა 32 ნატოს პარტნიორი თანხმდება, რომ რუსეთს 2029 წელს შესაძლოა ჰქონდეს ნატოს პარტნიორ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობა. ამტკიცებს ფროიდინგი და ამატებს, რომ 2029 წელი გერმანიის ვადები არ არის. ეს ნატოს შეთანხმებული სადაზორო მონაცემებია.
რუსეთის სამხედრო ობიექტები ნატოს საზღვრებთან შენდება ამ წუთებში, რადგან ფინეთთან, შვედეთთან, ნორვეგიასა და ბალტიის ქვეყნებთან საზღვარზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, როგორც ჩანს, ბაზების მოდერნიზაციას ემსახურება, სადაც დაახლოებით 115,000 ჯარისკაცის განთავსება შესაძლებელი ითხოვინება TVP World. რუსეთი რეგულარულად ახორციელებს ჰიბრიდული ომის შეტევებს ნატოს წევრებზე, როგორც ვიხილეთ რუმინეთში მაისის ბოლოს, როდესაც რუსული დრონი ქვეყნის საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ამგვარი შეჭრები უფრო და უფრო ხშირი ხდება და როგორც რუმინეთმა აღმოაჩინა, უფრო საშიშია. ეს არის გაფრთხილების გასროლები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. ბროიდინგი ამბობს, რომ დროა ნატომ ეს საკითხი სერიოზულად აღიქვას. $80 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფა ნატოს მხრიდან უფრო სერიოზული დამოკიდებულების მაგალითია, რადგან ეს ნათელი აღიარებაა იმისა, რომ ნატოს უკრაინა სჭირდება. უკრაინა ნატოს წევრი არ არის და იმის პერსპექტივა, რომ ის შეიძლება გახდეს წევრი, პუტინს იმდენად აბრაზებს, რომ შეუძლებელია ვივარაუდოთ, რას გააკეთებს შემდეგ. სამართლიანია ითქვას, რომ უკრაინა ფაქტობრივად მოქმედებს როგორც ფრონტის ხაზი იმ ომში, რომლის დაწყებაც პუტინს სურს კოლექტიური თავდაცვის ალიანსთან და ამ როლს უკვე 4 წელზე მეტი ასრულებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად იზიარებს ამ მოსაზრებას. 9 ივნისს მან აღნიშნა, რომ უკრაინის საბრძოლო გამოცდილება თავისთავად აქცევს ქვეყანას ნატოსთვის მნიშვნელოვან აქტივად და განაცხადა: ამ გამოცდილებას ფასი არ აქვს. ეს არ ეხება ფულს, ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ გაუზიარებთ ამ ფასდაუდებელ ინფორმაციას. უკრაინის ნატოში ყოფნა ნატოს ინტერესებშია, აცხადებს ზელენსკი. ნატო არ აპირებს უკრაინის მიღებას, სულ მცირე, მანამ სანამ ომი რუსეთთან გრძელდება. თუმცა უკრაინა ახლა ნატოსთვის უფრო ხირებულია ვიდრე მისი ბევრი წევრი ქვეყანა. როგორც ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭო აღნიშნავს, უკრაინის ომის დასრულება ნებისმიერ ფორმაში, რომელიც უკრაინის გამარჯვებით არ დასრულდება, ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ექნება დრო განათავსოს ჯარები 2029 წლის თავდასხმისთვის მოსამზადებლად, რომელიც ფრეუდინის თქმით გარდაუვალია. უკრაინამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს. ნატოსთვისაც, ისევე როგორც საკუთარი თავისთვის და ნატომ ეს იცის. ამიტომ, თუ ნატო უკრაინას 2026 წლისთვის $80 მილიარდ გამოუყოფს დახმარების სახით, ეს იქნება მკაფიო გზავნილი როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის. უკრაინისთვის ეს მხარდაჭერა აჩვენებს, რომ ნატო აჰიარებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანა, როგორც წინა ხაზზე მყოფი ძალა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რაც შეეხება რუსეთს, $80 მილიარდი სამხედრო დახმარება ის ფულია, რომის მიღებასაც ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის არასდროს ელოდა. და ეს მკაფიო სიგნალია, რომ ნატო მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის გაძლიერება ახლა, რათა პუტინის ყველა მომავალი გეგმა ჩავარდეს. თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი პუტინისთვის ნატოს ქვეყნები იქნებიან. ნატომ უნდა აღკვეთოს ეს ნებისმიერ ფასად, თუ არ სურს, რომ მთელი ევროპა ომში ჩაეფლოს და მეტი სამხედრო დახმარება საუკეთესო იარაღია, რაც ალიანსს აქვს. მაგრამ ნატოზე რომ საუბრობთ, არის ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ვიდეოში საკმაოდ თვალსაჩინოდ არ ხსენებიათ: შეერთებული შტატები. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, შეერთებული შტატები უკრაინის ომში უფრო მოულოდნელ მოთამაშედ არ იქნება, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს. უკრაინის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ბოლო 18 თვის განმავლობაში არასტაბილური იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო მეტი სტაბილურობაა, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა, ფაქტი ისაა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ინდონეზია აღარ ეხმარება როგორც ათე. ზოგიერთი დახმარება მაინც აღწევს უკრაინაში. ამ დახმარების უმეტესობა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეთანხმდა. მაგრამ ძირითადად როგორც პოლიტიკო აღნიშნავს, Kiel ინსტიტუტის ანგარიშმა, რომელიც ადრე ვახსენეთ, შეერთებული შტატებისგან ახალი სამხედრო დახმარება არ დააფიქსირა. მილიტანი ამატებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეკორდული $1.5 ტრილიონი თავდაცვის ბიუჯეტის მოთხოვნა 2027 ფინანსური წლისთვის არ შეიცავს რაიმე მინიშნებას, რომ ან თახი და რამე უკრაინას მოხმარდება. ეს არის რეალობა უკრაინისთვის ამჟამად. მილიარდები, რომლებიც ბაიდენის დროს აშშთან მოდიოდა, ტრამპის დროს შეწყვეტა. ამერიკის დახმარების ნაცვლად არის პრიორიტეტული უკრაინის მოთხოვნების სია, ანუ პერლის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უკრაინის ნატოსა და ევროპის მოკავშირეები გამოყოფენ თახებს, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს შეიძინოს იარაღი აშშ-ს. პერლი ძირითადად შუამავალი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინას აძლევს საშუალებას მიიღოს ამერიკული იარაღი ისე, რომ აშშ-ს არ მოუწიოს მათი უსასყიდლოდ გადაცემა. მაგრამ ფაქტი რჩება და როგორც ჩანს არ შეიცვლება, რომ უკრაინა დიდად ახალ სამხედრო დახმარებას აშშ-სგან ვერ მიიღებს. სანამ ტრამპი პრეზიდენტია. ეს $80 მილიარდ, რომლის გამოყოფასაც ნატო აპირებს, ახალ კონტექსტში აყენებს. ეს თანხა ძირითადად ნატოს ევროპული წევრი ქვეყნებიდან მოდის. ჯერ არ არის ცნობილი ჩაერთვება თუ არა კანადა, მაგრამ აშშ-ში თითქმის უეჯველად არ იქნება ჩართული. უკრაინისთვის ეს ნიშნავს, რომ ნატოს დანარჩენი წევრები ცდილობენ შეავსონ ის სიცარიელი, რომელიც აშშ-მ დატოვა. ეს ფული საჭიროა. ნატოს დანარჩენი წევრები მზად არიან უზრუნოყონეს. როგორც ამ საკითხის მცირე დასკვნა, აშშ-ში ზოგი ცდილობს დახმარების გაწევის პროცესი დაძრას, ასე რომ შესაძლოა ჯერ ნაადრევია ამ ქვეყნის სამხედრო დახმარების განტოლებიდან ამოღება. 12 ივნისის ანგარიშში Kiel Independent-ი წერს, რომ აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას $750 მილიონი ოდენობით.
როგორც ახლახან ნახსენები 2027 წლის ბიუჯეტის ნაწილი. თუმცა ეს მხოლოდ კანონპროექტია და არა საბოლოო გადაწყვეტილება. მას ჯერ კიდევ უნდა გაიაროს სრული საკანონმდებლო პროცესი, მათ შორის დებატები და ორივე პალატის დამტკიცება აშშ-ს კონგრესში. მიუხედავად ამისა, ეს დასაწყისია და უკრაინა იმედოვნებს, რომ ეს შეიძლება იყოს სიგნალი აშშ-ს დახმარების განახლებისკენ, რაც დაემხვა ნატოს დანარჩენი წევრების ქმედებებს. და ბოლოს თავად უკრაინა. ნატოსგან მიღებული 80 მილიარდი დოლარი დიდად ეხმარება პრობლემების გადაჭრასა და უკრაინისთვის სამხედრო გადაწყვეტილებების გაძლიერებაში. პრობლემების მხრივ უკრაინამ დიდი თანხა დახარჯა რუსეთისგან თავის დასაცავად. რამაც როგორც BBC არნიშნავს, ფინანსურ ფრონტზე გადაუდებელი ბრძოლა გამოიწვია. მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობის ხარჯები 2026 წლისთვის დაგეგმილია 112 მილიარდ დოლარამდე, საიდანაც 60% ქვეყნის შეიარარებულ ძალებზე მოდის. ამ ხარჯების შედეგად უკრაინას ბიუჯეტში დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის დეფიციტი რჩება. 45 მილიარდი დოლარი. ზუსტად ის დამატებითი თანხა, რომელსაც ნატოს ახალი წინადადება მოიცავს. იმ 25 მილიარდ დოლარზე ზემოთ, რომელიც უკვე გარანტირებულია უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის მექანიზმით. ეს დეტალები ერთმანეთთან ძალიან კარგად ეწყობა, რომ ეს უბრალოდ დამთხევა იყოს. რაც შეეხება იმას, რისთვისაც უკრაინას შეუძლია ეს ფული გამოიყენოს, პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვა და დრონები. და სწორედ ეს უკანასკნელი უკვე 2026 წელს თამაშის წესებს ცვლის, რადგან რუსეთის არმია ვერ ახერხებს რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს გაზაფხულის შეტევაში, რომელიც უკრაინის დასასუსტებლად იყო განკუთვნილი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბატონმა სლავ ბანიკმა დამსწრეებს უთხრა, რომ უკრაინას შეუძლია დრონების წარმოების გაზრდა გასაოცარ 20 მილიონ ერთეულამდე წელიწადში, თუ ნატოს მოკავშირეები მზად იქნებიან მეტი თანხა გამოხონ. ეს 5-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინამ 2025 წელს აწარმოა და ეს შეიძლება რეალობად იქცეს, თუ ნატო მხარს დაუჭერს გერმანიის წინადადებას. უკრაინის დრონები ამჟამად ომში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ქვეყნის დრონების უპირატესობა უკვე აშკარაა, რადგან უკრაინა მაისში 180,000 რუსული სამხედრო ობიექტი დაარტყა, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სივსკი აცხადებს. ის ამბობს, რომ უკრაინას უკვე აქვს 1.5-დან 1-მდე უპირატესობა FPV დრონების მიმართულებით. შექმნილი აქვს ძლიერი მარაგი ჩამშლელი დრონებისა, რომლებიც რუსულ შაჰიდის დრონებს აჩერებენ და აგროვებს საშუალო რადიუსის დრონების მარაგს, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს დაანგრიოს რუსეთის ლოგისტიკა. წარმოიდგინეთ, ყველაფერი, რასაც უკრაინა აღწევს, 5-ჯერ გაიზრდება, თუ ნატოს მეტი დაფინანსება იქნება. რუსეთი უკრაინაში ჩიხური მდგომარეობიდან გადავიდო და იძულებით უკან დახევაზე, რადგან უკრაინის დრონები ბრძოლის ველზე ქაოსს ქმნიან. ეს არის შესაძლო მომავალი, რომელიც პუტინსა და მის ძალებს ეოლდებათ. ბევრი რამ ანკარაზეა დამოკიდებული. ივლისში გავიგებთ, რეალობად იქცევა თუ არა ნატოს წინადადება უკრაინისთვის 80 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ. მაგრამ ეხლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ ნატოს წევრები ფინანსურ საკითხში. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ნატო სხვა ნაბიჯებსაც დგამს, რათა აჩვენოს პუტინს, რომ ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ გადატანა ძალიან ცუდი იდეა იქნება. რაღაც მასიური ხდება რუსეთის საზღვრებთან ნატოს ქვეყნებთან, რადგან თავდაცვითი სისტემები და ახალი სარდლობის სტრუქტურები იქმნება. თუ გსურთ მეტი გაიგოთ, ანუ უყუროთ ჩვენს ვიდეოს, რათა აღმოაჩინოთ კიდევ რა აქვს ნატოს სათადარიგოდ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რადგან ჩვენ მოგაცვით უკრაინიდან ისეთ სიახლეებს, რომლებიც ხშირად არ ჩანს იც, ხშირად არ ჩანს მასმედიაში. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.